აი 7 დღით მივდივარ, 7 წელი რუსულ ჩავალაგებ, всё, ეგ არის ყველაფერი მზადად. მაგრამ რო ჩავიჯვა, რატომ ჩავიჯვა, ანუ 31 წლის ვარ ბოლოს ჩავიჯვიროდის არასდროს. მაგრამ რო ჩავიჯვა, დებილი ჩოჭმა, დებილი. Კაი, პასპორტ კონტროლზე შევდივარ, პასპორტი მაქვს, კარგად ფიქსეოდი ქვეყანაში, ყველაფერი კარგად არის. მაგრამ რა არ შემიშვა? დაიცა, ჩემივე ქვეყანაში ვბრუნდი. რა პონჯი არ უნდა შემიშვა? ხო არიციან რომ მოსაპაიკე არ და დებილი. მაგარი შო. ბიჭო ხო დაიცა, რისთვის ავდექი? ანუ შოუს უყურებდი, მე ავდექი, ესე წამოვედი და ვინ? ყველაზე ცუდი ფაქტორი იმის, რომ 31 წლის ხარ არის ის, რომ არავინ არ მოდის და არ გეუნება, რომ ყოჩახ არაფერზე. ანუ აი ახალგაზრდობაში ხო ვარ ჩაშველები, რომ რაღაც სახლი დაალაგი ყოჩახ, რაღაც ჭუჭა ყოჩახ, საჭმელი ყოჩახ. აღარ ხდება ეს. მე კიდე უბრალოდ ვზივარ და ველოდები და არ ხდება. არც არავინ არ გეუბნება იმაზე ყოჩახ, რომ 31 წლის ხარ და არ მოკვდი. მოდი ერთმანეთი მაინც დავაფასოთ, ხო, ვინც გადავსდით 30-ს და აი ვინც შედარებით ნორმალური აზროვნებით დავრჩით და თლად შიზოფრენიკები არ ვართ რა. იმიტომ რომ მე პირადად ვზივარ და ველოდები, რომ ვიღაცა მითხრას, რომ ყოჩახ, რამხელა ბიჭი ხარ. 31-ის ვარ. ხო და ერთმანეთს დავუფასოთ ის, რომ დიდები ვართ. და უკვე დამოუკიდებლად ვაკეთებთ რაღაცებს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უკვე 15 წელია მაგ რაღაცებს ვაკეთებთ, მაგრამ ყოჩახ თქვენ. ვამაყობ თქვენით. უფრო ხშირად უნდა ვიაროთ ხოლმე კლუბში რა. კაი არტობა კაია. ხო. არც კი მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი და ისე მენატრები ვარ, რომ აი ვერ აგიხსენ უბრალოდ. გუშინ წინ ვიყავით ერთად. ხა? და როგორ მოგეწონა? ყველაზე გემრიელი კრევეტი იყო, რაც ცხოვრებაში მიჭამა. არც ვერ გამისინჯოს. დილი წაგიყვანე კრევეტებზე. ხო? როგორ ახლა მომენატრე, გასაუკუნე არ მინახე. 5 წელია გავიდა, ხო? 5, 6 დაახლოებით. რა შვებია ჩვენ? ნატა, სალი. მე შვიდე ბედან, კაცო. არა, მე მერვეში გადმოვიდნენ მე ჩვენთან რა. მე რომ თერო არც მეშვა. კარს დაიკი და ანუ გეტყვი რა, პირდაპირ ხარ შინაურული ხარ რა და ანუ 50 ლარი მინდა ზეგამდე რა. 50 შემშვილებს დასწრა, ზეგამდე რა გიყოლებ რა. ბიჭო არ ხდება ძმაო იტალიაში ეგეთი რაღაცეები სიმი რა და არ არის რა ბიჭო ეგეთი ხუდი ამიგებს ნო და დამყველიო და წამშველი და წამოშველი იგე კი მაგრამ შენ მე ვერ მომკლავ ცია ვეთამ რატო ამა იმიტომ რომ იმიტომ რომ მე შენი ძმა ვარ. რესტორანში ვართ რა და მახსოვს თან კარგად რომ კიტრი პომიდორი სალატი ქონდა შეკვეთილი ნიგზით რა თუ ნიგზის გარეშე. არა, ისა რა ქვია, კიტრი პომიდორი სალატი იყო შეკვეთილი. ოღონდ ხახვი და მწვანილით თუ არა მწვანილი არ ქონდა ხახვი ქონდა მარტო რა და მახსოვს რომ პატარა წიწაკები ქონდა შიგნით ხო ხტები წიწაკები რა 2013-ში იყო თუ 2014-ში 2013-ში იყო მახსოვს იმიტომ რომ 2014-ში ფეხზე გავიკეთე ოპერაცია რა და 2013-ში კაიგროს დასწრიში იყო 2013-ის მაგ დროს ექიმთან ვიყავი კონსულტაციაზე რა სანამ იზრაელში წავედით და არა ერთი წამი ფეხის ოპერაციის მერე იყო თუ ხან ახერა მოკლედ გეტყვი ეგეთი ამბავია რა
ნუ ახლა ვიცი არის მე დავფიქრებულ ვარ ამაზე რამდენად ზოგადად სათქმელი არის ეს ყველაფერი ან რამდენად არ თქვა იმიტომ რომ ძალიან სენსიტიური თემაა რა მაგრამ ნუ საბოლოოდ რავი ვიფიქრე და ახლა რო მაგარია იტალია რა მაგარია ცხოვრება ამის თუ შენ რა სიტყვიე